რადგან ამ კადრებს უყურე, კიდე ხვდები რომ უნდა დარჩე გეზის გვერდზე, სადაც ძალიან კარგი მოგზაურობა გვაქვს. სად ნატა? ბოლნისში გაგიყვირდებათ და. ოღონდ ისეთი ტურია, რომ მართლა არინანებს აქ ყოფნას კი არა და ჩვენთან ერთად მოგზაურობას. და ხო, კარგი ის არის, რომ ჩვენი ვიდეოები ნახა ჟურნალისტმა, აქტივისტმა ნინო ბურჭულაძემ, რომელიც აქტიურად იყო აი ბოლნისის ამბებში, საყდრისის თემებში ჩართული და გითხრა რომ სიამოვნებითო შემოვილიო თქვენთან ერთად თუ ამ უნიკალურ მხარესო და მეც გაგიდობასაც გაგიწევთო და არა მარტო გიდობას, მთლიანად მასპინძლობა მასზეა, მისთვისაც მადლობა მას იმიტომ რომ გვიყურებს, ისევე როგორც თქვენ მადლობა. და მადლობა რომ გვეხმარება იმისთვის რომ თქვენ მაყურებლებს შემოგთავაზოთ არაჩვეულებრივი კონტენტი. კი, კარგი მოლოდინი მაქვს სხვათა შორის. ხო, პირველი რაც უნდა ვთქვა, ბოლნისი რატომღაც მეგონა რომ ხრიოკი და კლდოვანი ადგილი იყო, მაგრამ ირგვლივ სულ სიმწვანეა. საინტერესო პირველი კოლაბორაცია გვაქვს ესე ოფიციალურად. ნახოთ, როგორ ჩაივლის ჩვენი ორდღიანი გეზი ბოლნისში. და არ დაგავიწყდეთ გამოწერა, არ დაგავიწყდეთ კომენტარების დაწერა, იმისთვის რომ ჩვენც უკეთესები ვიყოთ, უფრო მეტად შევასრულოთ თქვენი სურვილები, ასე ვთქვათ. ყველა ვიდეოში მე ვამბობ, მაგრამ აქაც ვიტყვით რომ სპონსორებს მოგმართოთ. და გვასპონსორეთ. კი ბატონო, გამოყვევით ახლა ვნახოთ რა გველოდება ბოლნისში. რეალიზები. ფული მოგვესი, ფულია. მადლობა. ნახვამდის. 14 ლარისა გამოვსეთ და მივიდივარ. ასო 34 ტონიანი აი ეს ძეგლი. აი ესე აღებულია მთლიანად. განადაშალეს ან რამე. გადმოიტყეს დადეს აქ. ეს არის აბულმუგის აბანო, რომელიც 18 საუკუნით თარიღდება. საინტერესო ისტორია აქვს თვითონ ამ ძეგლს. და საინტერესო ადამიანებმაც შეძლეს ამ ძეგლის დაუშვათ გადმოტანა სწორედ ამ ადგილას, სადაც ახლა დგას. ეს არის დმანისის მუნიციპალიტეტის ეს ეკუთვნის დმანის ტერიტორიაზე, კი. ახლა შევიდეთ აბანოში შიგნით. ნახოთ როგორი იყო. საქმის გადასჭერის კომიტეტი ამ შემთხვევაში და არ იმჩით დიდ დაპირისპირებაში ხო იყვნენ. მაგრამ თანამშრომლობენ ეგ არის და აი ეგ მომწონს ამ ამბავში რომ არის რაღაცეები რაც გვაერთიანებს. და ეს არის და ბარემ თქვენ მობძანეთ უკვე ჩვენ უკვე რაღაცები კი
მოვყევით, მაგრამ სრულფასოვნად ამას ვერ მოვყვებოდით და პირველი ის არის, რომ ეს არის ერთ-ერთი ის ძეგლი, რამაც გაგაერთიანოთ, ასე ვთქვათ. ტორობამ გაგაერთიანოთ ძეგლი. ხო, არ ვიცი ხო როგორ არის, მაგრამ ხო, მთავარია და საქმე გამოვიდა. ჩვენი ლეგენდარული მტრობა. კებატონო. მტრობა. მივიდეთ ახლოს, უფრო კარგად დავათვალიერებთ, თქვენც უფრო აგვიხსნით, იმიტომ რომ ეს სივრცე მთლიანად რაც არის მოწყობილი, ეს სივრცეც ძეგლისთვის არის შექმნილი იმისთვის, რომ ბუნებრივი პირობები გარემოსში რო წარმოგვედგინა ძეგლი ესე ყოფილიყო, მნიშვნელოვანი იყო. ესეც უნდა იყოს ზოგადად. ესე უნდა იყოს წესით, რომ ძეგლის სიცოცხლე მაშინ არის და ძეგლი ნამდვილად თუ ის წარმოჩნდება როგორც ბუნებრივი გარემო რა. ეს ადგილი შეირჩა სპეციალურად. შემიძლია თქვა რომ მე ვიპოვე. შემდეგ ASKLD მოიჭრა. რომ გზაყოფილიყო. კი, რა თქმა უნდა, კომპანია, იმიტომ რომ მას აქვს ძალიან დიდი რესურსი, როგორც ტექნიკური, ისე კადრებში და ძალიან დაგვეხმარა ამ შემთხვევაში რა. ეს პირველი ძეგლია, რომელიც ჩვენ ერთობლივად გავაკეთეთ და ეს არის ეს იყო ყოველთვის ნეიტრალური ტერიტორია, სადაც ჩვენ არ ჩხუბობდით. ეს ტერიტორია გვაქვს ჩვენ რამოდენიმე ნეიტრალური ტერიტორია, სადაც ჩვენ არ ჩხუბობთ ხოლმე. ერთად მუშაობთ, ხო. ძეგლის ზონა იმ პერიოდისთვის უცნობი იყო, სპეციალური ამწეები უნდა შეგერჩია, რომელიც არ არის მასე მარტივად ხელმისაწვდომი საქართველოში და სპეციალური მანქანა, რომელიც შეძლებდა მე ამის გადატანას და აი ეს განცდები ხან ნინოც იტყვის ის აწევის დროს რო აი ხო აკვირდები პირველ აწევას რო აი ხო არაფერი მე მეხად გამაჟღერა ეს და აიწია ხო კარგია მე აი მანქანა შემოვიდა დაიდგა და მე არა ჩამოიწია ხო კარგი დავდგით მე წამოღებაც არის ყველაზე რთული პროცესი არის წამოღება იმიტომ რომ ჩვენ ფაქტობრივად მოვქონდა აი როგორც ადამიანი გადააგდილდება იმ სიჩქარით ორი ამ წელს მუშაობდა და ამ ორ ამ წელს სინქრონში უნდა ემუშავათ რა და ამ ძღოლებსაც არ ქონდათ ამის გამოცდილება ანუ მარტო ჩვენ და კომპანიამ არ გავრისკეთ გარესკა სამუშაოების შემსრულებელმა კომპანიამ ვისაც გადაქონდა ძეგლი აი ყველამ გავრისკეთ მაგრამ ამით რა შედეგი მივიღეთ გარდა იმისა რომ ძეგლი გადარჩა და ხედავთ როგორ მოვლილი და დაცულია ეს ძეგლი ხო შეიქმნა პრეცედენტი რომ აი საყდრისის დროს ჩვენ ხო ქონდა არჩევანი ბიზნესსა და კულტურულ მემკვიდრეობას შორის და ბიზნესის სასარგებლოდ გაკეთდა არჩევანი მაშინ ხო ეხლა ჩვენ შეგვიძლია აი ამ პრეცედენტმა ჩვენ გვაჩვენა რომ შეიძლება არც ბიზნესი დაზარალდეს უკვე და აღარც კულტურული მემკვიდრეობა რა და სამთო წარმოება ვერასოდეს ვერ იქნება ხუთოსანი ან ყოველთვის დაზიანდება რაღაც მაგრამ ყველაფერი შედარებითია ხო ჩვენ არ უნდა მოვეშვათ და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ რომ შევამციროთ ეს ზიანი მაქსიმალურად რა თქმა უნდა ყველაფერი ვერ გამოსწორდება ვერასდროს მაგრამ ნახოთ ჯერ ყველაფერი წინ არის ჯერ წინ ბრძოლები გეოდება თელდება ისევ და ძალიან ბევრ მონასტრს გაშვენებთ აუცილებლად წავედით ამიტომ თქვენ აუცილებლად უნდა დარჩეთ ბოლომდე ვიდეოსი და ნახოთ ძალიან მაგარი ადგილები ძალიან საინტერესო ლამაზი ამას ავიწყდება და მე აქ ვიტყვი რომ არ დაგავიწყდეთ გეზის YouTube არხის გამოწერა იმისთვის რომ ესეთი არაჩვეულებრივი და უნიკალური ისტორიებიც მოისმინოთ და ადგილებიც ნახოთ ის მათხოვრობა დაავიწყდა და აუ ეგ დამავიწყეთ და სპონსორებს მოგვიმართათ ხელი სათხის მონასტერი არის რამდენიმე ესეთი ეპოქიანი ესე ვთქვათ ნაგებობების კომპლექსი რა ყველაზე ადრეული არის აი ეს მცირე სამლოცველო ეხლა ეკვდერად არის გადაქცეული მე-10 საუკუნეში მე უკვე კვირიკე კალატოზმა რომელიც იყო ამის ამშენებელი აი ეს დიდი დარბაზი ანუ ძირითადი ეკლესია მოაშენა თავშივე გეტყვით რომ ყველაფერს ვაკეთებთ რომ სამუშაოები განახლდეს აღარ არის აქ სრულ აღდგენაზე თავიდან სრულად უნდა გამყარიყო ეხლა არის საუბარი რომ უბრალოდ ძეგლის კონსერვაცია მაინც მოხდეს რომ აი ეს ბზარები და აი ეს დაზიანებული ისინი თქო მეტი დაზიანება აღარ მიიღოს ძეგლმა და სინამდვილეში სიმართლე რო გითხრათ ყოველ ზამთარს ველოდებით ხოლმე გადაიტანს ძეგლის ზამთარს ვერ გადაიტანს მაგრამ აი ეს ზამთარის გადაიტანა რა შანს გვაძლევს
რომ გამოვასწოროთ. წარწერები და ჩუქურთმები მაინც ჩანს. არის ძალიან ბევრი ტაძარი არა გვაქვს საქართველოში, სადაც არის წარწერებში მოთხრობილი მათი აღმშენებლების, შემომკობლების შესახებ. აქ გვხვდება სხვადასხვა წარწერები. მე-17 საუკუნეში სათხე მეორედ სავარაუდოდ განაახლა ზურაბ ზურაბიშვილმა. ზურაბიშვილები ესენი არიან ბარათაშვილების განშტოება. სამწუხაროდ, ძალიან სამწუხაროდ. მე-17 პატრონი მართლა მონასტერს არ ყავს და ყოველ ზაფხულში, ანუ გაზაფხულის ბოლოს და გვიან შემოდგომაზე ძეგლს ყოველთვის ვასურთავთ ხელმძღვანელებისგან წმენდავთ და კამპანია როგორც გითხარით უკვე დაწყებული გვაქვს, ჩვენ უბრალოდ აქამდე არ მოვსურვებთ ამ იმედების დასტამებებას ვებოდეთ. ხატრობა არ იყო გათვალისწინებული ტაძარში, ხატრობა მე მოგვიანებით მაინც მომიხატა და საკურთხეველში არის შემორჩენილი ხატრობის ნაწილი, რომელიც კონსერვაციაც საბედნიეროდ მოხდა და ასევე არის ანგელოზი უნდა იყოს აი სარკმელში, ესეც არის ცოტა შემორჩენილი. აქ რა თქმა უნდა მიწა ამ დონეზე არ იყო, გატანილია ძალიან დიდი რაოდენობის მიწა აქედან. 2016 წელს ძალიან შემთხვევით მოვედით აქ. ვიცოდით რომ სადღაც იყო მონასტერი, გზაში დავიკარგეთ. მერე ჩვენი მძებნელებიც დაიკარგნენ. და მესამე ჯგუფმა მერე ძირს გვიპოვა ორივე ჯგუფი. აი 2016 წელს ხო თქვენ აღმოაჩინეთ, ანუ ეს უნიკალური ადგილი იყო დაკარგული, ასე ვთქვათ, არავინ არ იცოდა სად როგორ. თუ არავის სპეციალისტებმა ალბათ იცოდნენ, მაგრამ სამწუხაროდ შესაბამის ყურადღება არავინ არ გამოიჩინა იმისთვის, რომ ეს ადგილი აღმოეჩინა, ეს ადგილი ეპოვა და ცუდე არის კიდე ის, რომ ახლა ინგრევა, ეს ხო უკვე ნაპოვნი არიან ადამიანები, თანხა მოიძია, უვლიან რაც როგორც შეუძლია და აი ამაზე უკეთეს მართლა რას ვიზამთ და იზამთ ვისაც შეგიძლიათ, რომ გადავარჩინოთ, თუნდა ელემენტარულია ის რაც შეგვიძლია რომ გავაკეთოთ. როცა გული გვწყდება იმ ტერიტორიებზე, სადაც ჩვენი ეკლესია მონასტრებია, რომ ჩვენ ვერ ვუვლით, იმიტომ რომ ახლა უკვე ის სხვა ქვეყნის ტერიტორიას ეკუთვნის ის ადგილები. ბჭო, რაც გვაქვს იმას მოვუაროთ, ეს ხო ელემენტარულია. აქ იყო ელინე. შედიხარ ტაძარში, შედიხარ საკურთხეველში და მერე რაღაცას ჯღაბნი რა. ანუ თან ფრესკებზე რომელიც არის რა ესეთ ადგილებში. ანუ იჯექს სახლში ბევრად უფრო ის იქნები, მარგე იქნები ქვეყნისთვის, ვიდრე რომ დადიხარ და რაღაცეებს ჯღაბნიან. ხატს რო არ უნდა მიაწერო, რა რჯულისაც არ უნდა იყო, ელემენტარული შეგნების ამბავია და უცხო არ უნდა იყო, იმიტომ რომ ქართულაც წერია და აუცი. თქვით რომ ამ ადგილს აქ წყევაც ხო? ამაზე თუ შეგიძლიათ. ესე ვიცით რომ აი ცოტა სხვანაირია სათხის მონასტერი რა, მართლაო. და ეს წყეულაც ისეთი აქვს რომ აი რაღაცა ცუდი გაუკეთოს ტაძარს, რაღაცა აი ამაზე ადევს წყეულა ეს ვიცით ადგილობრივებისგან. თუმცა ასევე ვიცით რომ ეს მონასტერი აი ძალიან გულიან სურვილებს ასრულებს რა. აი ბევრს მეც მაგალითად შემთხვევით ჩამოვფიქრდა აქ რაღაც ისეთი რაც წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, მაგრამ მე ამისრულა. მაშინაც კი როცა აბანოს გადატანაზე იყო საუბარი და აი რა ვიცი ყველაფერს ხეებსაც ღმერთებსაც ყველას ვეხვეწებოდით რომ აი რაღაცნაირად ის აბანო უნდა გადაგვეტანა და რაღაცა ისე მოხდა რომ მოკლედ თორემ გამოხოს უთაბულით აი ეგრეა ზუსტად ეხა ჩვენ ალბათ იმ კვირაში ლევანი გვეხმარება ხოლმე ლევანი არის ძალიან კაი ადამიანი თავისი გუნდით და აი აქ ესე რა ქვია დაიწმინდა და სრულიად ერთ-ერთ სიტყვას იმიტომ რომ აქ მართლა ისეთ სამუშაოებს ატარებთ და ხო რაც უნდა ითქვას ობიექტურობისთვის რომ არ არის პირდაპირ თქვენი ვალდებულება ასე ვთქვათ მაგრამ დიახ 2 წელია უკვე მესამე წელია ვაქცია ყურადღებას წელიწადს დაახლოებით 5 ჯერ 6 ჯერ მიდის გაწმენდილი სამუშაოები მოტივია ბალახის გატანა შიგნით თხილად ხელით სამუშაოა და ხელით მუშაობთ რომ არ დავაზიანოთ ძეგლი და მიდის კაი საქმის მომსახურებით ესე რომ ვთქვათ რა იყო რამდენიმე ჯგუფი ჩამოსული შეფასდა ძეგლის მდგომარეობა და შეფასდა როგორც ძალიან მძიმე არა უბრალოდ მძიმე არამედ ძალიან მძიმე ასევე გეტყვით რომ ტაძარი არის შემოღობილი გალავანი ყორე გალავანი ახლავს თან იყო დრო როდესაც ამ გალავანის რესტავრაციაზე საუბრობდით არქეოლოგიურ გათხრებზეც როდესაც აქ ესეთი სამუშაოები მიდიოდა მაგრამ სამწუხაროდ ახლა გაჩერებულია და აი გალავანზე და არქეოლოგიურ გათხრებზეც აღარა გვაქვს საუბარი ოღონდ ახლა ამ ტაძარს რამე ეშველოს
ისტორია, სადაც არავის იმედი არ ქონდა იმის, რომ რამე გაიხარებდა. მადნეულის კარიერის სანაყარო კარგად ის მეორე სანაყარო და გარემოს დაცვის სამინისტრო, როდესაც ეს ვალდებულებების შესრულება დააკისრა, ეს არ შედიოდა, იმიტომ რომ იმდენად რთული და მძიმე ნიადაგი იყო, რომ აქ არაფრის გაკეთება, აი რა წარმოუდგენელი იყო, რაღაც გაკეთებული იყო, მაგრამ მოხერხდა. ანუ შეუძლებელი არაფერია ამის. საც გავიდა. ეს გზა სხვათა შორის არ იყო, ეს გზა გაკეთდა სათხისთვის, კომპანიამ გააკეთა, რომ სათხეზე მე რესტავრატორებს ემუშავათ და ადამიანს ქონოდა ადამიანებს საშუალება, რომ ნორმალურად ემგზავრათ, პერიოდულად ხდება ხოლმე ტექნიკით ამ გზის დამუშავება, გაკრეჭვა. ჩვენ ვართ ეხა ხრამის ხეობაში, უფრო კონკრეტულად კი ვართ ფიტარეთის მონასტერში, რომლის აშენებაც უკავშირდება ლაშა გიორგის მეფობის პერიოდს, საუბარია დაახლოებით 1213 წლიდან 1222 წლამდე. ეს არ ვიცი პირველი შთაბეჭდილება არის საოცარი, იმიტომ რომ აი მართლა რაღაცა აი ხეობაში ჩამოდიხარ, ხრამის ხეობაში, ირგვლივ არის სულსიმწვანე და აი მართლა მარგალიტივით ამოსული უნიკალური აი არ ვიცი შეხედეთ, მართლა დიდებულად გამოიყურება ამაზეა ნათქვამი და მიხარია რომ მისი რესტავრაცია მოხდა, გაკეთდა და შენარჩუნდა არა, აი ეს დიდებულად გადმოყურებს ახლა აქაურობას. ეს არის სხვა შორის სამეფო ოჯახის აი როგორ გითხრა ხო აი დიდებულთა აზრად მოიაზრება მათ შორის ამას ადასტურებს ისიც რომ აი შიგნით რო შევალთ შემდგომ არის უკვე აი ოქროვილი მოხატულობები და 2018 წელს დაიწყო ამ მონასტრის რესტავრაცია მათამდე ჩვენ მასპინძელში გაგვიმართლა ყველაზე მეტად არ ვიხდი კარგის მესლაპარაკებს მაგრამ ან მართლა ისეთ მაგარ რაღაცას აკეთებს ეს ქალი არ ვიცი, წარმოუდგენელია მთელ ამ მხარეში ეს უნიკალური ძეგლების მოვლა, პატრონობა და არიქა, წივილი, კივილი, იმიტომ რომ ეს გაკეთდეს და კიდე კაი რომ გამოუვიდა, ხო, არის სწორედ მისი დამსახურება და ეს არ უნდა გაიგოს ახლა თორე. ვერ გაიგონებს. ხო და. კი, და ხო. მამაოს თხოვოთ, ხო? მგონი ამ ყველაფერზე და აქაურობაზე. კი, თუ დაგხვდე, მე ზოგადად ვიცის ხოლმე. ხო, ეს მამათა მონასტერია. მამათა მონასტერია და აქ ვერჩევა იქნება. როდესაც ჩაწერთ საძიებოში, აქ ამოგიგდებთ თეთრი წყავრიდან შემოსასვლელს, მაგრამ არის რეალურად ეს გზა მოკლედ არ გამოგადგებათ და თუ კი ამოხვალთ, კარგი იქნება დაბალი განმავლობის ავტომობილით ვერ ამოხვალთ პირველი, რომელი გზიდაც არ უნდა მოდიოდეთ, თეთრი წყაროდან არ წამოხვიდეთ, ტანძიიდან შეგიძლიათ. ფიტარეთი აშენებულია ოქროს ხანაში და ოქროს ხანა საქართველოს ძლიერების პერიოდი იყო და ამ დროს აშენდა ყველაზე დიდებული ტაძრები, ანუ ქვეყნის მდგომარეობა აისახებოდა ტაძრებს ის. და ფიტარეთი არის ანუ ჩუქურთმებზეა გადატანილი ყურადღება და ძალიან დატვირთულია, განსაკუთრებით გუმბათის ყელი ფიტარეთის. ფერთა სხვაობა ქვების და აი ჩუქურთმებია საოცარი. აი არ მეორდება, არ მოგაწყეს ტაძარი, თვითონ ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია საქართველოში. ძალიან გავს ბეთანია ქვათახლის პერიოდის არის იკორთა წოულღაშენი. ძალიან მწირია ინფორმაცია, იმიტომ რომ სულ შემოსევები იყო. ამ მხარეში ძალიან უჭირდაო და თვითონ იყო ოსმალობა, ყიზილბაშობა, ბოლოს უკვე ლეკინოს ვეღარ გაუწყდა მონასტერმა და მე-18 საუკუნის ბოლოს დაიცალა მონასტერია. ფიტარეთი იყო საბარათიანო, შემდეგ უკვე საურბელო იყო. ანუ სათავადო მონასტერი იყო და მათი საფლავებია ტაძარში. ერთ-ერთი მე-18 საუკუნეში იყო ერთ-ერთი აღდგენელი ფიტარეთის მონასტრის ყაფან ორბელიანი, სულხან-საბა ორბელიანის ბაბუა იყო. მან ააშენა ხოლუტის ციხე ახლოს 3 კილომეტრში ფიტარეთიდან და მან აღადგინა ეს ახალი გალავანი, სამრეკლო და ფრესკები მან მოხატა. ანუ ეს უკვე პირვანდელი სახი აქვს, ხო, დაბრუნებული ამას? კი, ტაძარი პირვანდელია ყველაფერი,
ნუ რაღაც დეტალები შეიძლება შემოგრეული იყო, მაგრამ ყველაფერი აღდგენილია ეს რა. ქონდა დიდი ბზარები, მაგრამ და ფერშიც ეხა უფრო მკვეთრად ჩვენს კიდე განსხვავება გვაქვს. აი ჩუქურთმების საოცარი დეტალები არის, ჩუქურთმა ადამიანის სახეებისა გამოსახული, აი გუმბათის ყელი არის საოცარი. ჩვენ ძალიან დიდი სიხარულია, რომ აი არაფერი არ იყო და შტის შეწევნით ნელა თბება ქავრობა და ცოცხლდება და ხალხი იგებს და ხალხს უხარია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სხვა ადგილია. ეხა ადგილი სადაც ყოველთვის ლოცვა არის, ხო? ეს გაჟღენთილი ძველი წინაპრების, თან დიდი წინაპრების, აი თათოფურა როგორ პირველ უწევთ ხალხს ცხოვრება, ბერებს და აი მათი ნალოცი რო არის, ხო, ის იგზნობა ის მადლი, ისიც იგზნობა. მაინც ძველ ტაძრებში ეხა ყველა ამბობს ადამიანებთან მიუვალი რო არის, და შორი რო არის, ხო, ეს მოქმედ ადამიანს ფსიქოლოგიურად. აქ იყო ერთი ადამიანი ჩამოსული გამორჩეულად ამახსოვდა, ინდოელი იყო, აი ძველი თეცხავ და მოვიდა. შორი გზა არის. და ინდოელი, აი ინდუისი არ ვიცი, ნუ რა სარწმუნოს იყო. აი აქ ღმერთი ახლოს იზნობაო რა. ქავთარ ქაჩიბაიძე იყო ამერეჯიბი მეფე გიორგის დროსო. ეს იყო ბარათაშვილი ორბელიანების თავმომავალი იყო. ამის გამოდიან ეს ზღვარები ქავთარ ქაჩიბაიძესგან. აუაშენ ეს მონასტერი ხმით მოგებული ფულით, ანუ ომში გამარჯვებული ფულით აუშენებია ეს მონასტერი. აი ფრესკა, აი ჩუქურთმა იყო მერე ფრესკა გადახატული რა. სამჯერ მოხატული. მე-13 საუკუნის ფრესკებია, მე-15 და მე-17 საუკუნის ფრესკებია ეს რა. აი აქაც სამების საოცარ ფრესკა ბოლოს ძალიან დაზიანდა რა. სამი ფრესკი. აი კიდევ ერთი ძალიან საინტერესო აფერა არის. ეს არის ალვიფი წერილი 1899 წელი მარტის 20. მე მოვედი აქ და ვშოვდი ამ ძველ მონასტერში. მე დაბალი ბერი ზოსიმე. ღმერთო შემიწყალე, ამინ. დეკემბერში უკვე დასკვნა დაიდო, რომ ფრესკები ისეთ მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ თუ მარტში არ დაიწყებოდა კონსერვაცია ფრესკების ვერ შევინარჩუნებთ. ეს ისეთი პატარა დროა იმისთვის, რომ ეს ფინანსური დაახლოებით 640,000 ლარის უზრუნველყოფა უნდა მოახდინო მობილიზაცია, რომ ეს დაიწყო გარდა იმისა, რომ თქვა კვლევაც საკმარისად ცოტათან ხარ დაჭდა რა. დღეს ყოველ შემთხვევაში აი გადახურვა და ფრესკები დამთავრებული არის და წყალიც არ ჩამოდის. მაგრამ ეხლა პრობლემას წარმოადგენს უკვე ტაძრის გუმბათი, რომელიც თავის დროზე პროექტში არ იყო, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ტაძრის გუმბათი და იმედი მაქვს, რომ როდესაც მე თვითონ სახელმწიფო ყველაზე ძველი ეს არის კი გამოსახული, როგორც გითხრეს, მონანიება ადამისა და ევას. კი, აი ნახეთ აქ ეშმაკურნაც არის გამოსახული. აი ეშმაკი. კი, აი ზემოთ ორი ჩანს, ქვემოთ არის ადამი და ევა. და აი ეს ანგელოზი არის და ბზარია, ძალიან ლამაზი. აი პიტარეთის ანგელოზი არის, რა ვიცი, ძალიან მოგწონს ჩვენ. ქვევით არის ქვევრები პირველ სართულზე, ანუ დიდი ალბათ არ ანიშნებოდა და ზედა სართულები ალბათ წინამძღვრის სახლი, სატრაპეზო, ბიბლიოთეკაც იყო და ესე. იქ არის კიდე ორი კანკელი ჩუქურთმა ჩაუყოლებია თუ, აი, ნახეთ, ხარ იქნებოდა იქ და ორი კანკელი ჩუქურთმა, ძველი კანკელის რა. მადლობა მინდა გითხრათ. მადლობა ძალიან დიდი, საინტერესო. ხახო უნდა გაიგოს ხო ახლა. ამხელა განძიგვაკ რა, დავდივართ უცხოეთში მართლა ესე შორს და აი ჩვენი აი ახლოს გვაქვს განძის ოქროს მაგალითად. ჩვენი ისტორია და უფრო გიყვარდება საქართველო. ხედა როგორი წინაპრები ყავდა, აი როგორ აშენენ მათ როგორ სიყვარულია და არის როგორ სტატო ყველაფერთან ჩა როგორი წმენდა მოთმინება. დღეს მართლა ვერ აშენენ ეს სტატოს. კი, არის ყველაფერი, მაგრამ არ არის მოთმინება ის წმენდა, ის სიყვარული. ეთყობა ამიტომაც არ მოგაწევს. და არამარ თავის თაშენ არამედ დაუტოვეს და დღემდე კიდე რამდენი ხანი გავზოს მეთქოს. ამიტომ თუ გიყურებთ გონი რომ კარგი იქნება თუ გესაიღებთ აქ. არინანებთ კი არა და მჯერა რომ აუცილებლად მოგბრუნდებით.
ინო მაგ ნახა ტურისტებიც. და ახლა მათ უხსნის ყველაფერს და ლანდშაფტი არის აქეთ ხო არის კლდოვანი და ინახე ეს კლდე როგორ არის გადმოსული და ამის ზემოთ ეხლა რასაც უყურებთ არის ძალიან დიდი კომპლექსი ციხის. აქეთ უკვე არის ჭაობის ტერიტორია. ესეც ანუ ოთახებია რა გაკეთებული და ეს ძალიან ლამაზია ზემოთ რომ გადმოხდა ჯოჯოები, ხელა ჯოჯოები. სახელმწიფო საავტოფინანსებია, სულ კერძო კომპანიამ დააფინანსა ბოლო კაპიტალზე ზუსტად მილიონი ლარი. რამდენად მოგეწონათ თქვენ თვითონ აი აქ მოგზაურობა და პირველად ხართ რატო გაგიჩნდათ სურვილი აქეთ? მე თვითონ ბოლნისიდან და ეს არაფია. აქეთ ხარის არ ვარ ნამყოფი, იმიტომ რომ სულ გზები გაფუჭებული რო იყო ეს რამოდენიმე წელია რაც აღდგა ეს მხარე და მაგიტომ სურვილი მქონდა და ეს ჩემი თანამშრომლებიც ვიცი და ადრე ხელს ის რომ გზა არის. ხო და ყველა ესე გადავწყვიტეთ, გავიგეთ. ბოლნისიდან წამოხვდით. არა, რუსთაველები ვარ. დიახ. მე ვარ წარმოშობით ბოლნისიდან და აი ემოციები როგორი ქონდათ აი ძალიან ლამაზია, სასწაული ადგილია. არის სასწაული ადგილი. ყველა უნდა ნახოს. მაგარია. მანიშიც იყავი? იმენი ადგილები გვაქვს უცხოური. მაგლისში უკვე. კი, ჩვენც მთელი ცხოვრება დაჭირდება ეს ყველაფერი რომ ნახო. ხო, ძალიან მაგარია. მადლობა თქვენც ან რეკომენდაცია სადაც მივდივარ და რამეს ვნახულობთ ყოველთვის ხმებსაც ვეუბნებით და არიან მე მსურველები და ეხლა ამაზე ხო ვერ გავჩუმდებით. ჩვენი ჯგუფები მოგზაურობ სულ დავდივართ და სადაც რამე არ გვაქვს ნანახი ვცდილობთ რომ ვნახოთ, მაგრამ როგორ გაგნახოთ მოგზაურობა? მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის და გადაცემა გეზი. გეზი YouTube-ში ჩაწერეთ ჯეო გეზი ან გეზი და ჯერ ახლები ვართ 3 ვიდეო დაგვხვდებათ მეოთხე იქნება დამატებები თქვენ მოგზაურობას გისურვებთ. თქვენი მეშვეობით ნახავთ. კი ბატონო გამოგვიწერეთ და გავწერეთ თუ მოგეწონებათ რა თქმა უნდა გაიხარეთ მადლობა ესეთი ციხეც უნდა ყოფილიყო ქვემო ქართლში რა ესეთი ხამს ხეობაში ყოველ შემთხვევაში წავედით ახლა თვითონ ციხეზე ავიდეთ. ნინოს ტერიტორიაზე ვაგრძელებთ მოძრაობას. ისე მართლა აი ახლა ძალიან ისე გამოდის, მაგრამ რო არა შენ რა იქნებოდა? რო არა თქვენ კომიტეტი. შენი კი, არ ვიცი, ეთყობა რაღაცა გვაკეთებინებს ამას და ბევრჯერ სასწავლეთაში ყოფილი ვარ, ბევრჯერ გიტყვია რომ აი აღარ მოვალ, მაგრამ მაინც მოვდივართ. საიდუმლო გვირაბია ეს? აქვს, ციხეს აქვს, რომელიც აქ გამოდის. და ეს ეგ სავარაუდოდ შეიძლება ყოფილიყო სამეურნეო დანიშნულების წყლის მარაგებისთვის, დაინახეთ, აი აქ სავარაუდოდ არის წყალი, წყალი, მდინარე იყო. შემოსევების დროს აქედან ჩამოვიდოდნენ სავარაუდოდ. შეიძლება წყლის მარაგების ხო, რო არ გამოცდენოდნენ, ასე ვთქვათ. სათოფისიერია. აქედან ციხემდე დაახლოებით რა მანძილი არის? ხო არ გახსოვს. ოტე რამდენია მანძილი, ხო არ ვიცით? აქედან ციხემდე. არა. აი. მინ გააკეთა ვართ წარმოდგენილები ესე და ესე გამოიყურება ციხეზებიდან. ესეთი რომ იყოს ნახონგის. წარმატებები ბედნიერი მგზავრობა. საფეხურები ცოტა მაღალია. შესაბამისად რელიეფის რა, რომ თქვა არ გაჭირვებოდათ ადამიანებს აქ ამოსვლა. აი ხედავთ უკვე რომ გასაწმენდი არის, ეს მუდმივად იწმინდება, რომ ეს ბალახი არ იყოს. უკვე გითხარით რომ კამპანია ხა დავიწყეთ და აქამდეც მოვალ. ის ჩვენ მე სადმე ვისვენებ ხო? 9 ჯვარზე გაზრდილი გოგო ვარ. ორჯერ არის სულ ნამყოფი ხო? მე ძალიან დავიღალე მე ხა. რამდენი? მე რო ასე მარტივად ვიღლებოდე. რამდენი ხანი აღარ ამოსულას და იმის. ამ საქმეს კი არ მოვკიდებდი ხელს. აუ რა ლამაზი. ირანში ყორჩი ბაშატყოფმა ორბელიშვილმა თავის ძმას მიწერა წერილი რომ თავად უშვილო იყო და ერთი შვილი გაეგზავნა მასთან, რათა მას გაეზარდა. ის და როდესაც მე განათლება მისცა რაღაც პერიოდში გამოუშვა საქართველოში და გამოატანა გარკვეული თანხა, რომელიც სთხოვა თავის აქ მყოფ ძმას, რომ მას დაეხარჯა ეს ფიტარეთის შესამკობლად. საქართველოში ყოფნა ძმა
აი იმ ფურით აღაშენა ხულუტის ციხე-დარბაზი. მაშინ იყო ლეკიანობა, მტრების შემოსება იყო და ალბათ საჭირო ჩათვალა, რომ ჯობდა ესეთი ნახევრად საფორტიფიკაციო ნაგებობა ყოფილიყო. ხულუტის ციხე-დარბაზი არ არის ციხე, ის არის ციხე-დარბაზი, რაც იმას ნიშნავს, რომ საცხოვრებელი იყო და აქ იყო 2 საუკუნე მაინც უკვე ბარატ ორბელიშვილების, ორბელიანების საცხოვრებელი რეზიდენცია, ესე რომ ვთქვათ. სანამ რესტავრაცია დაიწყებოდა ციხის, პირდაპირ შედიოდი მიწაზე. ანუ აი ეს ტერიტორია და 2 სართული საერთოდ არ ჩანდა. და აქ იყო ხეები ამოსული, კონგურებიც ჩამონგრეული და ასე შემდეგ რა. სართულ მიწა იყო და ჭრილი იყო და მარტივი სანახავი იყო, რომ ვთქვათ, გენახა როგორ ფორმირდებოდა მიწა და ნიადაგი და ჭრილებში აჩვენებდნენ რა ამას და ერთგვარი იმისთვის რა ქვია სტუდენტებისთვის ანუ ვინც გეოლოგიას და სამთოს სწავლობდა ერთგვარი ის იყო აქ მოდიოდნენ პრაქტიკა რომ აი ხულუტზე მიდიოდნენ ბევრ მაიცი ამიტომ გეოლოგებმა ბევრ მაიცის ხულუტი რა იმიტომ რომ რო შეეკითხებ კი მათ ჭრილები გვინახია ესე მოგიყვებიან და ხულიკები არის და არ შეგვეშინდეს ავიდეთ ახლა ვნახოთ როგორ კაცო ეს ის არის აი ეს 8 სართულიანი კოშკი მაშინ რო ვიყავით ეს ნამდვილად ის არის სახელურებით რა თქმა უნდა პროექტის მიხედვით რომ გადაადგილება ყოფილიყო უსაფრთხო. სხვა შემთხვევაში უსაფრთხო ნამდვილად არ იქნებოდა, ახლა ეს რომ მოსაკიდე არ ქონდა. საკმაოდ დიდი კედლები აქვს ხალხოემე. მოვძანდით. მოდი. აი ეს ადგილი რამდენი ხანია მინდა რომ იქიდან შეგიძლია გადაიხედოთ. აღარ ეს სამუშაო კიბია ეს კიბი არ არის ტურისტებისთვის. მაშინ კიდე. ხო, ისე არ არა, ეს კიბე შეგიძლიათ მე-2 სართულამდე ახვიდეთ. რო ხვდები რომ რა მაგარი ისტორია გქონდა, იმიტომ რომ მართლა აი ეს სამ სართულშუა გადახურვებმა კარგია იმით რომ აი წარმოდგენას გაძლევს რომ ახვიდე მე-7 სართულამდე და იქიდან გადამოიხედო და თან ნახო ეს სიმაღლეზე და ასე შემდეგ აი როგორია ასეთი გადახურვა არა მაგრამ მინით არის გადახურული მეორე უფრო პატარა კოშკიც სადაც დილეგი აღმოვაჩინეთ კი, ეს უსაბუხრია, სხვათაშორის ესეც სართულშუა გადახურება ის დაამაგრა, იმიტომ რომ სანამ სახურავი ექნებოდა ქარის, აქ დიდი ქარებია და ისიც მაღალი კოშკია და ქარი არ ყევდა საკვამუროს ან ბუხრებს და ამიტომ სართულშუა გადახურება ეს ბუხარი, რა თქმა უნდა, როდის არის და სისტემა ქონდა ის რა ქვია, მილის. ყველა სართულზე ბუხარი, ყველა სართულზე ბუხარი, სქელი კედლებია. ეს არის ის ადგილი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო ცხოვრებაში ერთხელ მაინც და აუცილებლად უნდა აიღოთ გეზი იქ სადაც ჩვენ ვართ. ხო, არ დაგავიწყდეთ გეზის YouTube არხის გამოწერა იმისთვის რომ ნახოთ ეს ადგილები და ზოგადად სხვა საინტერესო ადგილები და ეხა გონი დროა დავთმოთ ჩვენი ძალაუფლება. გიცხოვრებდი ასეთ ადგილას? იმ საუკუნეში ალბათ კი. 21 საუკუნეში არ. ბექამ თქვა რომ მილიონერი თუ გავხდებიო, აუცილებლად ვიცხოვრებო ესეთ კოშკშიო და სპონსორებო, აუხდინეთ ოცნება. ეს არის უკვე მეორე ფრთა ციხის იმაგრის და აი აქედან არის საიდუმლო ჩასასვლელი. წეღა რო გაჩვენეთ რომოთ ვიდეო სადაც მდინარესთან ჩადიოდნენ, სწორედ აი ამ საიდუმლო ჩასასვლელი ჩადიოდნენ. ანუ შეიძლება ის იყოს კიდეც საფუშაგო ადგილი ყოფილიყო და შიგნითაც ნახევრად დიდია და აი მე სუნი და ნესტის წყლის და განსხვავებული ტემპერატურა. ეს არის ნახე ისე მსგავსი ტიპის მსგავსია ეს არის შედარებით პატარა შედარებით არა ძალიან პატარა ის იყო 7 სართულიანი და ეს არის 2 სართულიანი და აი აქედან უკვე იყურები და ჩანს სავარაუდოდ ეგ არის უკვე სათოფეები რომ ტერი გაეკონტროლებინათ არ არის გოგო სათოფე კი გავს სათოფეებს არ არის ფანჯრები იყო ეგეთი არა ესეთი მართლა რასაც გინდა ისროდი მომენტი რა ყველაფერი ჩვენები წამოდი ახლა დავათვალიეროთ ნახოთ მარნებიც ბარემ ხელად აქ ინახავდნენ სავარაუდოდ ხო ცხესმელი წყალი ისე სავარგულები რაც ქონდათ და ეს იყო განცალკევებული ტერიტორია ქვესანაყი მართლა შენ თოს ვიცოდი ეს მარანიც იყო საკმაოდ
დიდი მარნის კვალობაზე, აი ერთი სართულს არ მოიცავს, ორსართულიანია, 30-მდე მარანია, ალბათ თვალით რას. იმიტომ რომ ყველგან სადაც თქვა დევს, არის მარნის ანუ თავები რა. ნაწილი დაზიანებულია, ნაწილს უბრალოდ ახდილი აქვს. ბუნებრივად დაზიანებული იქნება ამგვარი საუკუნის არის. მოკლედ მართლა კარგი ადგილია, აუცილებლად მომდით არ ვიცი. მე არ ველოდი ინტერნეტში, წყალებში. ნანახი მქონდა, მაგრამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ვერც ერთი ვიდეო და ვერც ერთი ფოტო ვერ გადმოგცემთ ამას, რა თქმა უნდა ისე კარგად, როგორც გეზი და იმისთვის რომ გეზის ვიდეოებს უყუროთ, უნდა გამოგვიწეროთ და იმისთვის რომ მუშაობა გავაგრძელოთ, უნდა დაგვაფინანსონ მათ ვისაც თანხები. და როგორც ნიკა ამბობს ხოლმე. რასაც ჩვენ ვერ გაჩვენებთ, კი არა და რაც კამერაზე კარგად ერჩენს, ჯობია რომ თქვენი თვალით ნახოთ. წავედით ახლა. ახლა მივდივართ ძალიან ჩემთვის საყვარელ ადგილას. წავედით. აჭმელად ვიმდივარ. ხო. გამორჩეულ ადგილას მივდივართ, ეს არის ქართულ-გერმანული ღვინის სახლი, რომელიც მდებარეობს ბოლნისში და ხო. ეს არის ერთადერთი, ასე ვთქვათ, სახლი, რომელიც აღადგინეს გერმანული და სადაც შეგიძლიათ მოგბრძანდეთ, მიირთვათ და გემოვნოთ. გამარჯობა. კეთილი იყოს ჩვენ. ფეხი და არის ძალიან ლამაზი. გემრიელი ღვინოები. სასიამოვნოა ნიკა. ასე შემდეგ. კი, და ეს არის ბოლნისში აუცილებლად მომდით, იმიტომ რომ უნიკალური ადგილები ხო გვიყვარს და ეს არის გამორჩეული ნამდვილად. მაგრამ მაჭამაც ხო გვიყვარს. კი, და ეს არის კი, შვაბების, ასე ვთქვათ, შემორჩენილი რაც არის, ხო და შემდგომ უკვე თქვენ აღადგინეთ. ჩვენ აუთენტურობა დაუბრუნეთ ამ სახლს. ეს სახლი იყო შერჩეული სპეციალურად იმისთვის, რომ ამ სახლში ცხოვრობდა ემანუელ ვოლკერი, რომელიც იყო იუნიონის თანადამფუძნებელი მაშინდელი. და როგორც ისტორია გვეუბნება და წიგნები, მაშინ ეს შვაბები 1,200,000 ბოთლ ღვინოს ყიდნენ. ესეთი საინტერესო ისტორია აქვს ამ სახლს და ჩვენმა კომპანია RMG 2021 წელს შეიძინა ეს სახლი და იყო კორპორატიული პასუხისმგებლობა ბოლნისელი მეღვინების განვითარების მიზნით. და დღესდღეობით ჩვენც ესეთი პატარა იუნიონივით ჩამოვაყალიბეთ, გაერთიანებული ყავს 30-მდე მეღვინე ჩვენ მარანში და წარმოგედგენილი გვაქვს 76 სახეობის ადგილწარმოშობის ნატურალური ღვინო. ეს არის როგორც გარეთ გითხარით, უკვე კახეთიდან რო შეისწავლეს ვასთან მუშაობა, როგორ აყნობენ, როგორ გავენ და მთელი ისტორია, ანუ აქ გადმოგვიყვება ფოტოარქივი ისტორია. არის სინდიკი იუნიონის სურათი 40 აი, პირველი გაერთიანება. საქართველოში არის 59 ნიადაგი. აქედან 15 არის ბოლნისის რეგიონში. არის შალა ის ღვინო, რომელიც პრინციპში აქ და ასურეთში ხო ასურეთში. ეს ასურეთული შალა არის, რომელიც ასურეთიდან არის წარმოდგენილი. ჩვენი კომპანია აქცენტირებული არის მარტო ღვინოზე არ არის აქცენტირებული, საერთოდ ბოლნისის ხარის აღორძინებაზეა აქცენტირებული და ვცდილობთ, რომ ყველანაირად ხელი შევუწყოთ ბოლნისის რეგიონს. მიხარი არა თქვენთან მოვხვდი და კი, მე მართლა არ ვიცოდი თუ იყო ანუ ბოლნისში ბევრჯერ ვყოფილვარ, მაგრამ არ ვიცოდი ამ ქართულ-გერმანული სახლის არსებობის შესახებ. Un petit effort, voilà c'est ça. სამივე გემოს და სონი სხვადასხვანაირი. პერფექტოს. როგორ ქვია? ნიტინუტი. ხო, მაინც ვერ დავიმახსოვრე.
კალი მიჩვევი. შენას. მე რა გემრიებია მართლა. ასე და გაიგე. სრულიად შემთხვევით ხელნაწერთა კოლექციაში ძებნის დროს შემთხვევით ვნახეთ ფიტარეთის სახარება და ამასთან ერთად ფიტარეთის ძლისპირნი და ფიტარეთის გულანი. ეს ერთ სივრცეში იყო დაარქივებული ხელნაწერთა აღწერილობებში და ეს ინფორმაცია დიდი სიხარულით გაუზიარე ჯგუფის წევრებს და შემდგომ უშუალოდ სამუშაო შეხვედრებზე გამოითქვა მოსაზრება, რომ დამატებით გამოგვეყვლია და უკვე ჯგუფთან ერთად თანამშრომლობით და იდეა ჩემია. კი, ხალბატონ ნინოს ასე ვთქვათ ხელმძღვანელობით შეიქმნა ჯგუფი, ჩაერთო ახალგაზრდა მეცნიერები. წიგნის დიზაინზეც იმუშავა საყდრის კომიტეტის წევრმა თეონო ბექაურმა. დაძველების ეფექტი. დაძველების ეფექტი. ეხლა ნახავთ, ეს არის 2 ტომი. აი ამ ხელა, ანუ ის მცირე ზომის სახარება არის ყველაზე პატარა სახარება. სწორედ მისი გარეკანი არის დატანილი ორიგინალ ზომებში. აქ არის სცენების აღწერილობა, რომელიც მანამდე არ იყო და რა ფერია გამოყენებული და ასე შემდეგ. აი ეს შემკულობაც არის იმისი, რა ქვია, თვითონ იმ სახარებიდან. ანუ ჩვენს გადაღებულ ფოტომასალას, ამ დაარქივებულ ფოტომასალას უკვე რესტავრატორები იყენებდნენ შემდგომი სამუშაოებისთვის. კი, ჩვენ როცა გვინდოდა დაგვემტკიცებინა მაგალითად რომ ფრესკაზე იყო დანაკარგი, ვადარებდით ახლინ კი, ამ ფოტოებს ვადარებდით უკვე ახალგადაღებულ ფოტოებს, ამაში ძალიან დაგვეხმარა და მოკლედ აი ამ წიგნმა ბევრი საქმე გააკეთა. მოვედით სასტუმრო ალმენდინგერში. ეს შემომეგება აქაც ვერ მოვიშორე. ძალიან კარგი ნომრებია. ყველასოლის ადამიანი თავს, რა თქმა უნდა, ყველასოლის ადამიანი თავს უკვე შევა და რაც ყველაზე მთავარი არის ის უთავე. ხო, და მე მეწახის ასინეთას. რა თქმა უნდა. მოდი ბექა, ავიღოთ ჩვენი ნომრების გასაღები და აქ უკვე მოკლედ გავიარეთ პროცედურა ჩეკინის. გვაქვს ჩვენი გასაგებით. ხო, ახლა სანამ წავალთ, მე უნდა ვიკითხო აქ, რომ რას თავაზობენ მომხმარებლებს, რამდენად გილიანი ნომრები გაქვთ და გარდა იმისა, რომ ჩემი თვალით ნახავთ ჩემს ნომერსაც. პირველ რიგში თავაზობთ 7 გარემოს, კარგ დასვენებას, განსაკუთრებულად მხიარული პერსონალით, შესანიშნავ საუზმეს და ძალიან კარგ მყუდრო ნომრებს. ჩვენი სასტუმრო გათვლილია 12 ნომერზე. 2 ადგილიანი ნომერი გვაქვს, 2 ადგილიანი ნომერში არის 180 ლარი საუზმით. შეუძლია ერთი ადამიანიც მოთავსდეს, შეუძლია 2 ადამიანიც განთავსდეს. ხო, 180 ლარი საუზმით. ნორმალური ფასი რა მე თვითონ მკითხავ. წავედი, გამიშვი ახლა, შენ რო დაათვალიერე შენი ნომერი, მეც მინდა ჩემი ნომერის დათვალიერება. ესე ხო კიბეებზე. შენ ამასაც დაუთვალიერებია უკვე. ხვალ შვენიერი კერძებით, შვედური მაგიდით. აქ გვაქვს სასმელები კიდევ, ალკოჰოლური. შესანიშნავი სისუფთავი რა თქმა უნდა ალბათ. აქ გვაქვს გარესივრცე. ახლა გარესივრცე. სუფთა ჰაერი ჩაისვით. ეს არის ჩვენი საპარკინგე. ხო, ანუ სტუმრებს რომლებიც იქნებით ავტომობილი, შეგიძლიათ საკუთარი ავტომობილი. დასული ზონა გვაქვს შიდა სივრცეში. ასევე აქ დასაჯდომი მზის განთავსავი საფარით. ულამაზესი გაზონი და განათებები, ჩვენი ერთ-ერთი ულამაზესი ნაზვის ხეობა. ახალბედა არის და ალბათ სხვა დროს რო ჩამოხვალთ, უფრო დიდი დაგხვდებათ. აქედან გვაქვს ზევით ასასვლელი. ეს ხო, დამატებითი. სახანძრო. კონდიციონერიც ითვება, გათბობაც ირთვება. ამოვართ, ჩაგირთავთ. ესე ჩვენიერი საკონფერენციო სივრცით. ინვენტარი დახჭურვილი, აი აქ გვაქვს. მონიტორი. მონიტორი კი ბატონო. ჩვენიერი არა გინდა, ჩამოვძანდით, იმუშავეთ, დაისვენეთ. ესე შვენივრეთ აქ აი ესე რომ წამოწვევით და დაისვენებ. აუ რა კაი ბალიშებია იცი. მაგარია, კაია. მოდი ახლა ნახოთ. აი აივანიც მქონია. ვინცა?
აივანი არ მქონია მოგატყვით. მაგრამ ნახე, არ ვიცი იქ ჩანს თუ არა, მაგრამ ელიას მთაზე ჩემი ფანჯრიდან ხედი არის პირდაპირ აქ. მშვენიერი ადგილია. გასტუმროდა რომ გამოვხვალთ, გვერდით არის ალკოჰოლური სასმელების მაღაზია, არის ძალიან ბევრი არჩევანი. მოკლედ, ყველა გემოვნების ადამიანისთვის, მათ ვისაც სასმელები გიყვართ, ან საჩუქრის არჩევა გინდათ, ან მსგავსი რამ, შეგიძლიათ მოხვიდეთ. ლუდით დაწყებული, ვისკით დამთავრებული, მოკლედ, ყველაფერი თქვენს განკარგულებაშია. ძალიან ისეთია. კარგია, კარგად არის და გემოვნებიანად არის გაკეთებული, რაც იშვიათობაა და მართლა არ ველოდი, რომ ბოლნიში ამასაც ვნახავდი. თურმე სად ახარ გამოიარე აქეთაც. ბოლნისის სიონისკენ მიმავალ გზაზე, კლდოვან მთაზე, რომელსაც წმინდა ელიას სახელი ეწოდება, წმინდა პეტრე და პავლე მოციქულების სახელობის დიდი სამონასტრო კომპლექსია აშენებული. ჩვენს დრომდე მხოლოდ ტაძრის საძირკველმა და ნანგრევებმა მოაღწია. ნატეძრალზე კი ახალი ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი 2008-2015 წლებში აშენდა. გაგვიწიეს ექსკურსია, თუმცა მათ არ სურთ გამოჩენა, მაგრამ დეტალურად მოგვითხრეს აქაური ამბები და ძალიან სასწაულო მოქმედია შეიძლება ვთქვათ. ეს ხატი არის შემოწირული, რომლის ანალოგი, როგორც დედამ გითხრა, ვერ კეთდება. და მიიჩნევა, რომ ეს არის სასწაულო მოქმედი, იმიტომ რომ სურვილებს, ასე ვთქვათ, ასრულებს, აი აქ ხატის შიგნით არ ვიცი, კამერით რამდენად ახმადი იქნება, მაგრამ შიგნით იყო დიდი, ასე ვთქვათ, ხატი ასევე. და ზემოთ არის კიდევ, ასე ვთქვათ, მთლიანად ამ სვეტზე, რომელიც ეს სვეტი დედა ღვთისმშობლის იყო, ასე ვთქვათ, და იქ ჩანს კიდეც გამოსახულება დედა ღვთისმშობლისა. და სურვილებს უსრულებს. კომუნისტების დროს არის შემოწირული. სამსახური იკეტებოდაო და შესთხოვეს, რომ არ დაიკეტოს და პირიქით მოხდაო, ანუ ეს სამსახური შეინარჩუნეს ასე შემდეგ და ეს ხატი მაშინ არის შემოწირული და მისი ანალოგი ვერ კეთდება. რა მდინარე არის? ესეც სასწაულო მოქმედია და აი აქ ხედავ და საოცარ ძალასაც გრძნობ. პანდემიის დროს უკვე შენიშნეს, რომ ირონის დიოდა. ორი ახსნა აქ ამას თურმე, მე არ ვიცოდი, რომ ეს არის ან დიდი განსაცდელი და ასევე წყალობა. და შემდგომ იყო, რომ ჩაიკეტა ეს, გახსოვთ ალბათ ბოლნისი და მარნეული. წელს მოგეხსენებათ რუსთაველის გამზირზე დაიძაბა სიტუაცია და ის რაც ხდებოდა სამწუხაროდ რუსთაველზე, აი ამ პერიოდში თამარ მეფის ხატს თვალებიდან წამოვიდა ასევე წრემლი. ეს არის მცირე ძალიან ისი თქმაც ახლა მე შემიძლია და თვითონ ტაძარშიც რო შემოდიხარ წარმოუდგენელია რომ აქ რაიმე სხვა არ იგრძნო. ეს ხატი რომელმაც მიიქცი არ ვიცი ჩემ ყურადღება როცა დედა უგვიხსნი და ეს არის ქრისტეს გამოსახულება მაცხოვარი ტირის მაშინ როდესაც ერთი ბავშვი კლავენ. ამ შემთხვევაში იგულისხმება ნაყოფის მოშორება და ამ ხატს მხოლოდ ორი ანალოგი არსებობს. ერთი არის ბოლნისის სიონში, ეს არის შემოწირული ხატი და მეორე ხატი სავარაუდოდ არის ეგვიპტეში, ზუსტად მიჭირს ამის თქმა. ეს არის ორი შესასვლელი ტაძარში. სავარაუდოა, რომ აქედან შედიოდნენ მამაკაცები, ხოლო მეორე კარიდან შედიოდნენ ქალბატონები. ამის იქეთ მეორე მხარეს ფლიგელში არის ასევე კიდე ერთი შესასვლელი, საიდანაც სავარაუდოდ ტაძარში შესვლა შეძლოთ მხოლოდ სასულიერო პირებს. კიდევ ერთი უნიკალურობა
ეკლესიის არქიტექტურის არის ის, რომ ტაძარი თუ დააკვირდებით, დღის სხვადასხვა მონაკვეთში იცვლის ფერს. დედათა მონასტერია და უკვე აქეთ მხარეს აქვს დედავებს. კელიები მოწყობილი, ხედავთ ბაღებს უვლიან, ერთ-ერთი დედავა ხო უვლის. ბაღს არის ულამაზესი ხემცენარეები, აქ ჩატარდა რამდენიმე სამუშაოები, არქეოლოგიური გათხრები და ასე შემდგომ და რამდენიმე წლის წინ ასევე აქ ძაღლით ხრიდა, სხვა შორის წევა შემოგვექება. იქ სადაც მუშები მუშაობდნენ და ჩავარდა ასე ვთქვათ ოდმოში, რომელიც მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ არის საიდუმლო გვირაბი. ის გვირაბი ახლა არის დალუქული და არის მოსაზრება, რომ სამივე მონასტერი, რომელიც ამ ტერიტორიაზეა, სწორედ უკავშირდებოდა ამ გვირაბით ერთმანეთს. მოგეხსენებათ, რომ ეს იყო ადგილი, რომელიც დიდი შემოსევებს უძლებდა და ხშირი იყო ეს შემოსევები და სავარაუდოდ აი ამ გვირაბის მეშვეობით სასულიერო პირები უკავშირდებოდნენ ერთმანეთს ან გადიოდნენ შედარებით უსაფრთხო ადგილს. დიდებულია ეს ეკლესია, რომელიც მე-5 საუკუნით თარიღდება, თუმცა არის მოსაზრება, ვინაიდან ტერიტორიაზე ბევრი რამ არის ნაპოვნი, რომ ეს ტაძარი, მათ შორის ნაპოვნი არის მონეტები მე-3 საუკუნის, მე-4 საუკუნით დათარიღებული და არის მოსაზრება, რომ ტაძარი ბევრად უფრო ადრე არის აშენებული, ვიდრე ეს ისტორიულ წყაროებშია მოხსენიებული. გალავანი, რომელიც მონასტერს და ასე ვთქვათ, აკრავს, ესეც არის ძველი გალავანი. ეს კი მე-17 საუკუნის სამრეკლო და აქტიური სამონასტრო ცხოვრება მიდის კვლავ ეკლესიაში, მონასტერში. ქვემო ბოლნისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი მე-6 საუკუნით თარიღდება. ძეგლი ეგრეთ წოდებული სამეკლესიანი ბაზილიკის ტიპისა. უღრუღაშენის მე-13 საუკუნის ქართული მართლმადიდებლური გუმბათოვანი ტაძარი მდინარე ბოლნისის მარჯვენა ნაპირას, მთის ფერდზე მდებარეობს. ტაძარზე შემორჩენილი მხოლოდ 3 ასომთავრული წარწერა, სადაც მოხსენიებული არიან გიორგი მეფე და ეკლესიის მშენებელი ჰასან არსენისძე. სამწუხაროდ ბოლნისის ტური დავასრულეთ იმაზე უფრო ადრე, რასაც ველოდით და დაგვრჩა რამდენიმე ადგილის სანახავი. ამის მიზეზი გახავთ ის, რომ დრონი ჩამოგვივარდა სამწუხაროდ და გაგვიტყდა და ბუნებრივია ვეღარ გავაგრძელებთ. არც გვაქვს პრინციპში ხასიათი, რომ მოგზაურობა გავაგრძელოთ. იმედია, რომ რამეს მოვახერხებთ და იმიტომ რომ დრონის გარეშე არ გამოგვივა შემდგომ ისეთი ყოველი შემთხვევისთვის, როგორც ფიქრობ, რომ საჭიროა და იმსახურებთ. მარდა გავიწყდეთ ჩვენი გამოწერა მაინც. თქვენი გულშემატკივრობა ახლა მგონი მართლა ყველაზე მეტად გვჭირდება და აქტიურობა რომ იქნებ მე შემდგომ ვიღაცებს ვაჩვენოთ, რომ კაი ხალხი ვართ და აბა კომპანიებო თქვენიცით ხო ვქნათ და ამ დროის ფული მეცაოქროთ. ხო, ეგ არის. მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად, რომ აიღეთ ჩვენი გეზი და ის რაც თქვენ ამ ვიდეოში ნახავთ, რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ მარტივად მაქსიმუმ საათი და 10 წუთი დაგჭირდეთ ბოლნისამდე ჩასვლა და იმ უნიკალური ადგილების თქვენი თვალით დათვალიერება, რომელიც ამ ვიდეოში ნახეთ. გაითვალისწინეთ ის რჩევები, რომელიც ვიდეოში მოგეცით. საკმაოდ იაფიანი ტური გამოგივათ. ბოლნისი არ არის ძვირი ქალაქი. ბოლნისში იციან ძალიან კარგი მასპინძლობა, ყველა გულთბილად მიგიღებთ და ასე ვთქვათ, ისი ამოვნებთ ნამდვილად. წავეც. ასე რომ დროებით, მადლობა და იმედია რომ მალე დაგიბრუნდებით.